ქართული ოცნების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა დღეს გაიგზავნოს ოცნების პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. დოკუმენტს ხელს ქართული ოცნების პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს, მათ შორის არიან ქართული ოცნება, ევროპელი სოციალისტები და ხალხის ძალა. პროცედურის მიხედვით ამის შემდეგ ოცნება სარჩელს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. სარჩელით მოთხოვნილია არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი პარტია: ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველო ლელო. გუშინ გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახაკალაძე ამტკიცებს, რომ როდესაც პარტია გარედან იმართება და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს, სახელმწიფოს მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება. კითხვაზე პარტიების აკრძალვის ფონზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არის თუ არა მოსალოდნელი, კალაძემ უპასუხა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. პარტიის მიზნები კი 2028 წელს გახდება ცნობილი. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება 1,200,000-ზე მეტმა ადამიანმა ხარი დაუჭირა ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს და ხარი დაუჭირა იმ დაპირებებს, რომელიც ჟღერდებოდა წინასაარჩევნოდ. შესაბამისად, ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს და გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, საბოტაჟს ეწეოდნენ და ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ, უგულებელყოფენ დემოკრატიულ სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან ზოგადად სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. რა თქმა უნდა, როდესაც შენ იმართები გარედან, ასრულებ გარე მითითებებს, საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, არ გაინტერესებს ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის მომავალი, რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ პარტიების ადგილი ვერ იქნება ქვეყანაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიას ოპოზიციის ეშინია და მათი აკრძალვის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. მათი თქმით, ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად გამარჯვებისთვის ბრძოლას მაინც გააგრძელებენ. ყოველ წელს ისინი პირდებოდნენ თავიანთ აღმრჩეველს ნაციონალური მოძრაობის რადარებიდან გაქრობას, მათ ვერ მოკლეს ნაციონალური მოძრაობის იდეა პატრიოტიზმის, იდეა წარმატებული ქართული სახელმწიფოს, იდეა ევროპული საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ ეხლა ესეთი ბრუტალური, საკანონმდებლო რუსულ სტილში ცვლილებების განხორციელება, სადაც პირდაპირ აკრძალავენ ეს უმრავლესობის დეპუტატები ხელს მოაწერენ სარჩელს და ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის გამხილველი არ არის და არც ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. მათ ისიც კი მიაღწიეს ქართულმა ოცნებამ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემადგენლობას სრულად აკონტროლებენ ორი მოსამართლის გარდა. ამიტომ ბუნებრივია, ამ პროცესს ისინი დაასრულებენ. ეს არის მათი რუსული დავალება. ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს მალევე მოხდა საერთაშორისო გამოხმაურება. საქართველოში სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საუბარია გავლენიანი სააგენტო როიტერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება. სააგენტო წერს, რომ საბჭოთა კავშირისგან გამოყოფილ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულ უფრო ავტორიტარული ხდება და მეზობელ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს. როიტერის თანახმად შალვა პაპუაშვილის გუშინდელი განაცხადი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობისკენ სწრაფვის მკვეთრ ესკალაციას აღნიშნავს. სტატიაში ნათქვამია, რომ სამი პარტია, რომლის აკრძალვასაც ქართული ოცნება აპირებს, მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციისაა. პარტიების აკრძალვას განცხადებით გამოეხმაურნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, პასეს საქართველოს საკითხზე მონიტორინგის თანამომხსენებლებმა ედიტ ესტრელამ და საბინა კუდიჩმა. ღრმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებდა და შეუთავსებელი იქნებოდა ევროპის საბჭოს წევრობასთან. სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ განცხადება შალვა პაპუაშვილმა გუშინ გააკეთა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით: რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.